ვარ კატო ზოიძე 7 წლის. ვსწავლობ მე-13 სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმე არის ხატვა, ცეკვა, სიმღერა, ინგლისური, მათემატიკა და კითხვა. ყველაზე მეტად მიყვარს ინგლისური სწავლა. პირველ კლასელი რო ვიყავი, რაღაცები გვასწავლდა და მე სულ დავიმახსოვრე. ესეთი კარგი კლასია, ყველას უყვარს ინგლისური. ინგლისურად უკვე ვიცი 30 სიტყვა. კიდევ მინდა ვიცოდე რუსული ენა. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს, მეგობრები მყავს, თბილი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ემილი. ყველაზე ჭკვიანია თათია. ყველაზე მშვიდია ვიკა. ყველაზე ცელქია ანრი. მე ვარ ყველაზე კეთილი, მოსიყვარულე და მეგობრული. მეგობრობა არის ერთმანეთს რამეს რო ვაძლევთ, ერთმანეთს გვერდში რო ვდგავართ. მე ახლა მყავს ერთი მეგობარი და მინდა მყავდეს 10 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგნებია მათემატიკა და ინგლისური. საყვარელი მასწავლებელია გულიკო ჯიჯავაძე მასწავლებელი. იმიტომ რომ მოსიყვარულია, თბილია, ყურადღებიანია და გვეხუტება და არავის არ უყვირის. რო გავიზრდები, მე მინდა გამოვიდე ინგლისურის მასწავლებელი. თუ მასწავლებელი ვერ გამოვალ, ვიქნები მოცეკვავე. ცეკვა ახლაც მიყვარ, ჩემითაც კი ვსწავლობ. როგორ ვსწავლობ, ტელევიზორში ვთავ და ვიმეორებ. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ისე მიყვარს ცეკვა, აუცილებლად შევალ. სახლში უკვე იციან ეს ამბავი და მომზადებულები არიან. მინდა პირველი კონცერტი მქონდეს ბურვალში. მე მიყვარს სიმღერაც, სახლში მაქვს მიკროფონი. ჩემი საყვარელი სიმღერაა თოვლის ფანტელებო. თოვლის ფანტელებო, თოვლის ფანტელებო, თეთრად რომ დახარე მთები, ყველგან რომ ჩერდები, ჩემს ხელის გულებზე, ასე მალე რატომ დნებით? ფიფქებო, ფიფქებო, ქათქათა ფიფქებო, 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 ქათქათა ფიფქებო. მე მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი პატარა და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 2 წლის და ქვია ელენა. ის არის ცელქი, ჭკვიანი და ყურადღებიანი. ჩემი აზრით, ელენა რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავე. მამიკო არის მოსიყვარულე, თბილი, ჭკვიანი, ყურადღებიანი, შრომობს, სიმპათიურია და ძალიან მიყვარს. კიდევ არის ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის თბილი, მოსიყვარულე, ყველაფერს მისრულებს, ლამაზი და ყურადღებიანია და ყველაფერს მისრულებს, რა ძალიან მიყვარს. ძალიან გამიმართლა ასეთი კაი მშობლები რომ მყავს. დედიკო არის კაი დიასახლისიც. სულ ალაგებს სახლს და აკეთებს გემრიელ საჭმელს. ყველაზე მეტად მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორში. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია შაურმა. მე უკვე ვიცი მაკარონის გაკეთება და ჩაის გაკეთება. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის დედაენა. ხატვაც მიყვარს და ჩემით ვისწავლე. მე ვიცი ხეების დახატვა, სახლების, ბათუმის და თოვლიანი ამინდის დახატვა. ყველაზე რთულია მურთმინის დახატვა. ყველაზე ადვილია სახლების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის დაფილოსფერი და არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ არ მიყვარს რაღაც ბიჭის ფერია. ისეთი კარგი ნახატები მაგაყიდვას არ ვაპირებ. შეიძლება მხოლოდ მიყვიდო მუზეუმს. ნახატებს მაგიტო ვაგროვებ, რომ ძალიან ლამაზია და ვტყვები. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაერთიანებდი საქართველოს. სამოგზაუროთ მინდა რომ წავიდე ჩინეთში. წინა ბავშვმა დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ჯერემი. ეს ვინ არის და ცნობილი ტიკტოკერი. შემდეგ ბავშვს ვუტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი იქნებოდა ნახატი. მინდა რომ დამხატონ და მაჩუქონ. ბედნიერება არის დედიკოს ჩახუტება, მეგობრებთან ერთად თამაში და ჩემ დას რომ მივხედო. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.